სექსტებმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა ანგარიშის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და თითქმის 56 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორებს შორის ბრუნვით პირველ ადგილზეა აზარტული თამაშების სექტორი, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, ამ მაჩვენებლით მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო. სექტორში ბრუნვის მატება 22% შეადგენს. სექსტატის მეთოდოლოგიით აზარტული თამაშები გაერთიანებულია ხელოვნება გართობის სექტორში, თუმცა ამ სექტორის ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ მას ემოდის. რაც შეეხება ამ სექტორის ბრუნვას, მეთოდოლოგიის მიხედვით აზარტული თამაშების ბრუნვა ითვლება მიღებული ფსონების ღირებულება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ქართულ კაზინოებში, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში 2025 წლის პირველ კვარტალში სულ 20 მილიარდი ლარის ფსონები შევიდა. ინდუსტრიის მაჩვენებლებზე სასაუბრად საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვერდდება, რომელთან ერთადაც გავაანალიზებთ მონაცემებს. დილამშვიდობისა და გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც გამოქვეყნდა სექსტატის მიერ, რამდენად რეალურია ზრდა, მოკლედ და როგორია შიგნით მოკლედ არსებული ჩაშლა მოგების ერთხელ გავმარტავ იმ სიტუაციას, რაც არაერთხელ გამიკეთებია აქცენტი და მithქვია კიდევაც. ჩვენი ბრუნვა განსხვავებულია სხვა ბრუნვებიდან განსხვავებით და გაიგივება იგივე და უშუალოდ ვაჭრობის ბრუნვის და ჩვენი ბრუნვის ეს არასწორია. იგივე მარტივ მაგალითებზე რო გადავიდეთ, რეალურად რასაც საქსტატი იძახის, რომ პროდუქციის გამოშვება ეს არის რეალურად კომპანიის შემოსავლები და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით თუ შევხედავთ ბრუნვას მაგალითად, რომელიც იყო 23-ში 63 მილიარდი, პროდუქციის გამოშვება იყო 2.8 მილიარდი. ეს არის რეალურად ჩვენი შემოსავალი, რაც რეალურად შემოვიდა აზარტულ თამაშებში. ანუ თვითონ ბრუნვის განმარტება მე მიკვირს, როდესაც საქსტატი აერთიანებს და უშუალოდ იგივე ვაჭრობის ბრუნვას და ჩვენ ბრუნვას. ვაჭრობის ბრუნვა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი როცა მოდის ლარით და იხდის ლარს, ის ყიდულობს ლარის პროდუქციას, მაგრამ ჩვენთან, როდესაც მომხმარებელი მოდის ლარით, იხდის ლარს, მას შეუძლია ბრუნვა აიყვანოს 1000 ლარზე, 2000 ლარზე და 10000 ლარზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შემოსავალი იყო 10000 ლარი. რეალურად რო გადავხედოთ, ახლა აქტივობა გამომდინარეობს, აქ ბევრი მომენტები არსებობს. ჩემპიონატი იყო, რამაც იმოქმედა შიდა, ესე ვთქვათ, ბრუნვის გაზდაზე. ეს არის უბრალოდ ვირტუალური ბრუნვა. თუმცა იგივე საქსტატის ამ გამოქვეყნებულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მეორე გვერდზე, სადაც არის პროდუქციის გამოშვება, აზარტული თამაშები საერთოდ არ ფიგურირებს ის, ასევე აზარტული თამაშები ამას წინებზე გამოაქვეყნა Forbes-მა თავის მონაცემები, არც იმ მსხვილ 100 კომპანიაში აღარ არის თავის, იმიტომ რომ სწორი სტატისტიკა მიყავთ და სწორი მონაცემები აქვთ ნაჩვენები, ესე რომ ვთქვათ, ამ თავის სტატისტიკაში. 2.8 ახსენეთ 2023 წლის მონაცემებით. ეს რა მაჩვენებელია გამოშვების კუთხით? ეს არის, ესე ვთქვათ, პროდუქციის გამოშვება, რასაც ქვია რეალური შემოსავალი, ანუ რაც მომხმარებელმა ქეშად შემოიტანა, ქეშად თუ ბარათით, რაც შემოიტანა, ესე ვთქვათ, ბიზნესში, ეს არის რეალური შემოსავალი. ამ ნაწილში რა არის ზრდა 2023-თან მიმართებაში? 2023-თან მიმართებაში ზრდა ჯერჯერობით არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე-6 თვეს იყო საკმაოდ დიდი მოვლენები ფეხბურთში და ჩვენი, ესე ვთქვათ, საქართველოს ფეხბურთელი თამაშობდა და გაიმარჯვა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფსონები წამოვიდა და ივლისში გვეწოდინება ზუსტად რა რაოდენობით გაიზარდა, ესე ვთქვათ, წინა წელთან მიმართებაში დაყრდნობით. რეალურად თუ გადავხედავთ სიტუაციას ბიზნესში, ხო, დღესდღეობით გვაქვს ესეთი სიტუაცია. გადასახადები გაიზარდა, ავიდა 15-დან 20%-ზე. დღესდღეობით ერთი ონლაინ კაზინო უკვე დაიგდა, ვერ გაუძლო კონკურენციას და გადასახადებს. რამოდენიმე სლოტ კლუბი არის დაკეტილი, თუმცა გაზრდილი გადასახადების ფონზე, ესე ვთქვათ, სახელმწიფო იკომპენსირებს და იღებს იმ შემოსავალს, რაც უნდა და პირველ კვარტალში აზარტულმა თამაშებმა 434 მილიონი ლარის კონტრიბუცია გააკეთეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს წინა წელთან მიმართებაში გაზრდილია სადღაც 100 მილიონი ლარით, რაც ჰქონდა წინა წელს აზარტულ თამაშებს გადახდილი.
მათ ნაცვლად იხსნება თუ არა სხვა ონლაინ კაზინოები და საუბრობდით რომ რამდენიმე დაკეტილია, თუმცა ახლები რამდენად ჩემოდიან ბაზარზე, როდესაც რეგულაციები გამკაცრდა, მათ შორის თქვენ საუბრობდით სხვადასხვა ტიპის მოთამაშეების შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით, როგორია დღეს სტატისტიკა და მათ შორის. საუბარი აპირებდნენ შემოსვლას რამოდენიმე, ესე ვთქვათ, კომპანია, რომელიც აპირებდა ზუსტად შარშანდელი ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს ლიცენზიის აღება და საქართველოსთან უცხოეთში ოპერირება, თუმცა დღემდე არ არის მოწესრიგებული თუნდაც ის კანონი, რომელზეც იყო საუბარი, რომ ევრო, დოლარი და კრიპტოვალუტის მიღება შეეძლებოდა ოპერატორს. ანუ ეს ჯერჯერობით ჰაერში კიდია, ეს თუ არ მოწესრიგდა, ახალი მოთამაშე ბაზარზე არ შემოვა, იმიტომ რომ მისთვის არ არის საინტერესო. იგივე რაც შეეხება ბათუმის რეგიონს, ხო, ბათუმში იყო რამოდენიმე, ესე ვთქვათ, მცდელობა, რომ თურქი ინვესტორი შემოსულიყო და ზუსტად თავი შეიკავეს გაზრდილი გადასახადების გამო, ანუ როგორც ამასწინებზე და ყოველთვის ვიძახი, ყოველწლიური ცვლილებები ცუდად მოქმედებს ინვესტორზე, იმიტომ რომ ინვესტორი უყურებს არასტაბილურობას და მისთვის მიუღებელია არასტაბილურობა. შედეგებს რას ახდენს რეალურად სახელმწიფო პოლიტიკა იმ მიზნებზე, რაც ჰქონდა რეალურად შემცირება და ასე შემდეგ. ამ კუთხით რა მაჩვენებლები გვაქვს და არის თუ არა რაიმე ფორმატში ეს მიღწეული თქვენ კარგად ხედავთ ამ მაჩვენებლებს? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნურას დროს მოიგონება, რომ გამკაცრებით ან რაიმე შეზღუდვით აზარტული თამაშები გაუქმდება ან ხალხი შეწყვიტავს თამაშს. ამით პირიქით ჩვენ ხელს უწყობთ არალეგალური ბაზრის განვითარებას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს სოფლიოში, განვითარებული ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და ბევრი ქვეყანა კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ მიდის ლეგალიზაციისკენ, მიდის მოწესრიგებისკენ. საქართველო იყო და არის, ესე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში ხაბი აზარტული თამაშების და დღესდღეობით ბევრი თამაშების მიმწოდებელი კომპანია არის ჩამოსული საქართველოში, რელოკაცია გააკეთა, ზუსტად გარემოდან გამომდინარე, თუმცა ერთი ხელით კარგს ვაკეთებთ, მეორე ხელით ცუდს ვაკეთებთ იმას, რომ თუ რაღაცა ახალი და დადებითი, ესე ვთქვათ, კანონი მივიღეთ, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, მეორე დღეს შეიძლება უარესი კანონი მივიღოთ, რომელიც ზღუდავს ბიზნესის უფლებებს, ზღუდავს ყველანაირ მუშაობას, არ არის მოწესრიგებული იგივე ის კანონი, რითაც იყო საუბარი იმაზე, რომ ევრო-დოლარი უნდა მიეღო ოპერატორს და ამან ხელი შეუშალა, რა თქმა უნდა, ახალი ინვესტორის დაინტერესებას და შემოსვლას საქართველოს ბაზარზე. დღეს ვინ არის ძირითადი მომხმარებელი, როგორც სეგმენტით, ისე სქესით, ასაკით, ინტერესებით, არ ვიცი, თუ შეიცვალა რაიმე ბოლო წლების განმავლობაში? არაფერი არ შეცვლილა, საშუალო ასაკი არის 35-40 წელი და ეს არის საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს სხვა დარგებთან შედარებით და ერთობიან, ესე ვთქვათ, იღებენ ამ სერვისებს. 5-10% არის უცხოელები, თუმცა მიწის კაზინოებში ცოტა სხვა მდგომარეობა, უმეტეს წილი არის ისრაელის მოქალაქეები, თურქეთის მოქალაქეები. აზერბაიჯანმა დაიწყო აგერ სხვათა შორის ლეგალიზაციაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანში მიუხედავად იმისა, რომ კაცრი აღრიცხვებია 60% თამაშობს და რო ვერ მოუხერხეს ვერაფერი, დაიწყეს საუბარი ლეგალიზაციაზე და უკვე ორი კანონ პროექტი განხილულია და მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითად გადაწყდება და აზერბაიჯანი ლეგალიზებას მოახდენს აზარტული თამაშების და აზერბაიჯანი მოქალაქე ითამაშებს თავის ქვეყანაში, გადასახადს გადაიხდის თავის ქვეყანაში და აღარ ჩამოვა საქართველოში. ბედანგერგი, აზარტული თამაშები ხშირად უკავშირდება ობიექტურადაც სოციალურ პრობლემატიკას. თქვენი კომპანია რას აკეთებს პასუხისმგებლიანი თამაშის ხელშეწყობისთვის, არ ვიცი, ასე თუ შეიძლება ამის ფორმულირების თქმა რა არის ამ შემთხვევაში ბიზნესის როლი თუ სოციალური პასუხისმგებლობა? ნახეთ, საქართველოში მოდი ვთქვათ, რომ არის სამი უმსხვილესი კომპანია. ეს არის Flutter-ის ჯგუფი, ეს არის NTN-ის ჯგუფი და ეს არის Betson ჯგუფი. რომელსაც სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი თამაში საკმაოდ გათავისუფლებული აქვს. აქ შემუშავებული თავის პოლიტიკები, რომელსაც ავრცელებს, რა თქმა უნდა, თავის კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში. ასევე ის მაგალითი,
გადაღებული აქვს იმ კომპანიებს, რომელიც არის ლეგალური. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი ლეგალურ ბიზნესზე, იმიტომ რომ არალეგალური ბიზნესი საკმაოდ პრობლემურია ჩვენთვისაც კი შიდა ბიზნესისთვის, იმიტომ რომ აბუჯებენ გარემოს, არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, არანაირ აქტივობას არ იღებენ სოციალური მასში. მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს ყველა კომპანია, თუნდაც საზოგადოების გაუმჯობესებისთვის. ეს არის დახმარებები, ეს არის რაღაც სოციალური პროექტები, ეს არის სპორტის მხარდაჭერა, იგივე ჩვენი ასოციაციაც ესე ვთქვათ აქციებს აკეთებს. უბრალოდ ჩვენში არ არის მიღებული ამის აფიშირება და ჩვენ ამას არ ავაფიშირებთ. ასევე საკმაოდ კარგად არის ყველა კომპანიაში ეს თვითშეზღუდვის მექანიზმი განვითარებული და ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც არ უნდა წტომა შეუძლია ერთი ღილაკის დაჭერით თავი შეიზღუდოს და აღარ კონდეს აზარტულ თამაშებთან წტომა. იგივე ის კანონი, რაც მიიღეს თამაშდამოკიდებული პირების სია, ესეც საკმაოდ კარგი მექანიზმი არის, საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა იქ ბევრი ისეთი ხალხი არის მოხვედრილი, ვინც საერთოდ არ არის თამაშდამოკიდებული, მაგრამ უნდათ შეზღუდვა აზარტულ თამაშებთან წტომა, ზოგს 6 თვით აქვს, ზოგს 1 წლით აქვს შეზღუდული. ანუ ეს მექანიზმები დანერგილია საკმაოდ კარგად და საკმაოდ კარგად აქამდეც მუშაობდა და ეხლაც სახელმწიფოს, ესე ვთქვათ, ხელშეწყობით უკეთესად მუშაობს. არალეგალების წილი რამდენად იზრდება და ამ კუთხით როგორია ვითარება? რაც უფრო მეტი შეზღუდვა იქნება, მით უფრო მეტი არალეგალური კომპანიები იქნება. კომპანიებმა მოახერხეს 23-ში მოეხდინათ გარდათ ეხა, მე თქვენს ეთერში ვთქვი კიდევაც, რომ განდევნეს ბაზრიდან, თუმცა ყოველი, ესე ვთქვათ, გადასახადის და ხელს უშლის კომპანიებს. იგივე აქტივობა გაზარდონ, იგივე დაუშვათ რაღაც შეთავაზები გაზარდონ და ამით ისარგებლობენ ზუსტად ის არალეგალური კომპანიები, რომლებიც ეგრევე სვავებივით შემოდიან ჩვენ ბაზარზე. მადლობა ბატონ გიორგი თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. გიორგი მამულაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.